მეგობრებო, სულ მალე დაიწყება მეორე ტაიმი. მივესალმოთ ირლანდიის ნაკრებს, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს. Please welcome Team Ireland. Kalbadonebo da badonebo. Portugalsnebi. Mivesალმოთ. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქართველოს ირლანდიის მატჩით, წვიმიანი თბილისით. მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან, სადაც მარცხდებით ირლანდიასთან 5-14. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელებმა საწყის 10 წუთში 2 ძალიან სწრაფი ლელო გაგვიტანეს თავის გარდასახვევით. შემდეგ ცოტა უკვე აირია თამაში, გარდამავალი უპირატესობა მიმდინარეობდა, ირლანდიელები თითქოს ტაქტიკურად კეტავდნენ ჩვენს ნახევარზე, მაგრამ მაინც მოახერხეთ ბოლოს და მოვით თონიკე ჯალაღონიამ გაიტანა ლელო, ძალიან კარგი იყო ეს მუხტისთვის, რა თქმა უნდა, ანგარიშის გახსნისთვისაც და მოკლედ დაასკვნითი 40 წუთი გადაწყვეტ ყველაფერს. იოსებ ჯაფარიძე, ლუკა კილოსონია გავაგზავნებთ ხოდის ამ მატჩის კომენტირებას. თუმცა უნდა ვთქვა და ვაღიაროთ ის, რომ უპირატესობა მაინც ირლანდიელებს აქვთ. ხელთ აღებული პირველ ტაიმში ბევრად მეტი ხანი იყვნენ ბურთით. შეტანილია, შესაბამისად მოედანში უნდა დატოვონ ეს ბურთი ირლანდიელებმა, ასეც იქცევიან. ადგილზეა თოდუა, ერთი კარგი კონტაქტი ვიხილეთ. თოდუასგან აქაც წამოვიდა ორმაგი ბოჭვა დაახვედრეს ირლანდიელებმა. ხო, შერკინებაში გამოიკვეთა ჩვენი უპირატესობა. შერკინები ძალიან ბევრი იყო და კარგად ვერ მოეწყო, ისე იწვალეს მოთამაშეებმა, საერთოდ მოკლედ. აბუცაძე ნერვები და გაფრთხილებები ვისა ორივე მხარეს და აი, კელვინეში ძალიან სახიფათოა და გაიქცა, პასიც გააკეთა. თაფლაძემ კარგად აითამაშა და კეისი საწამოვიდა. პირველი ტაიმის მსგავსი სცენარი გვაქვს ახლა. მეორე ნახევარში სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ. როგორ კარგად ირლანდიურ სტილში წამოგვიღეს ეს ბურთი, ისარგებლო ჩვენი ყურადღებობით, არა და კარგი დარტყმა იყო მატკავასგან, წლეხის კარგი იყო, მაგრამ აი აქ რამ ხელას ცივცე დაგვიტოვეს, კელვინეში კი როგორც ვახსენე პირველ ტაიმში და ახლაც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშეა მსოფლიოში. ძალიან სწრაფი და კონჩიტევა კარგად გამოიყენეს ირლანდიელებმა ამ შემთხვევაში. ეს უკვე 19-5 დაწესით გარდასახვა არ უნდა გაუჭირდეთ, ძალიან ადგილიდან არ აქვს შესაძლებელი და სავარაუდოდ კიდევ ფულას შემატებენ თავიანთ მონაგარს ირლანდიელები. ხო, სამწუხაროდ პრენდეგას ალბათ ყველაზე მარტივი პოზიციიდან უტოს ახლა გარდასახვის შესრულებას. ზუსტია ირლანდიელთა 10-იანი და 21-5 ანგარიში და დაბრუნდა ის 14 ქულიანი სტატუსკო, რაც ჰქონდა პირველი ტაიმის მიწურულს. ნახოთ აბა ახლა რას დაუპირისპირებთ მეტოქეს. ისევ ჩვენ უნდა განვაახლოთ. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ისეთ ქოქრილი. დასაწყვეტია. დაგვიბრუნეს ირლანდიელებმა ფეხი ძალიან კარგად, ნინიაშვილმა აღარ შეაგდო, აღარ იჩქარა. ანგარიში 21-5. რა ცენტრის სადგომებთან იქნება ჩვენი ზუსტად ცენტრთან ჩვენი დერეფანი. ვანო კარკაძე ბურთით ხელში დერეფანში შემოვაგდებთ. მეგონი სრული დერეფანი გვიყენია. ორი ხელი ჩვენია დერეფანი მუშაობს კარგად. დღეს კვესელაძე წამოვიდა ეს. გააკეთა, მაგრამ გადაგვივარდა ბურთი. დაამთავრა ანდრეა პიარდიმ, სწორადაც ეს უპირატესობა წინ თამაშის და ჩვენი დერეფანი იქნება არ და რა კარგი კონტაქტი იყო. გადავკვეთეთ უპირატესობის ხაზი და შეიძლებოდა რაიმე კარგი შევინარჩუნოთ ბურთი. მომენტი შექმნა. შეტევები გვინდა ჩემოსულში, შეტევები სხვა გზა არ გვაქვს, ბურთი უნდა ვიგდოთ ხელთ და ჩვენთან გადავიდეთ, ჩვენ გავხდეთ ინიციატორები. კი ბატონო. ისე ვანო კარკაძე. ხო, ნაკლებ პაციენტი დერეფანი გვიყენია.
ბოლკაცე ბაბუნაშვილს აუკითხეს. დავდავდებით ამ ბურთზე. საღინაძე და ჩაჩანიძის ერთობლივი ბოჭვა. დაუძახა პიარდი მაგრამ დაძახება და ხო, ჩხარი ხო არ იყო შეიძლება. მეც მაგრამ თითქოს კარისკენ აჩვენა პრენდეგასტმა. Shot called, okay. და 63 სათვალს დაიწყო. ახალად ეცქერანებზე. მაგონია ის დაჯარი მეგული იყო. ხო, დიდი ხანია დამოხილი უკვე. ხო, შენელებულ კაცი უფრო იგონია რომ უფრო დიდი ხანი უდევს ხო იცი. პრენდეგასტი იცდება რომ 19 ქულამდე გაზარდოს თავის გუნდის უპირატესობა. ხო, და ეს დარტყმა ზუსტია კი ბატონო, ახლოს ჩაუვარა. 19 ქულა გახდა უკვე სხვაობა. მარცხენა ძელს ხო სწრაფი 10 ქულა მივიღეთ ძალიან. მეორე ტაიმის სტარტზე ნახლა კი აგრესია გვჭირდება რა თქმა უნდა. რაც მთავარია. მესამე ზონაში მიყვება ნინიაშვილი. ბოჭავს დათუნა. ეს ჩარჩა ივანიშვილი ბურთზე კეისი და ამშვიდებს ამ სიტუაციას ერთ დარტყმას გააკეთებს ახლა მორკინალები და გაიუმჯობესებს დასარტყამ პოზიციას. კიდე გადმოვლენ ფეხით ჩვენს ხარეს. Polizia. Back. Use it. წნეხი უნდა პრენდეგას და კი ბატონო. მოეჭრასავით? თუ კარგი და არა, კარგი წნეხი. 22 მეტრიან ზონასთან ჩვენი დერეფანია. მთავარია უნდა მოვიგოთ დერეფანი კარგად ისე მშვიდად და იქიდან ავაწყოთ შეტევა. Where you are. არკაძე. ორი ხელით ბაბუნაშვილზე მოვიგეთ, მოლით ჩამოყალიბდა. იწოლა, მიდის წინ, შევცვალეთ ღერძი. იგივე მოლია ოღონდ და გავიპარეთ. წავიდა, მან ვაკონტროლებს ბურთს. მიყოლა საჭირო მივედით 15 მეტრიან ზონამდე. უნდა იყოს წესით რა, ბოჭვა იყო. ბურთის სად არის კი ჯარიმის უპირატესობაც გვაქვს, კარგია საღინაძე უტევს. დარჩა ფეხზე. გადაყრა იქვე კარგია. უფრო თამამად შეგვიძლია თამაში უპირატესობა გვაქვს. ზუგს უკან პატარა შეგორება, თუ გავრისკეთ არა ჯარიმის უპირატესობა რა ხალხონდა მისცეს თავისუფლება ასეთი ხრიკი გამოეყენებინათ ქართულ მორაგბეებს და დაუბრუნდა ჯარიმის უპირატესობა ჩვენებს. ახლა რას ვიზავთ? გადავალთ კიდეზე ალბათ. ხო, მოლმა იმუშავა პირველი ტაიმის ბოლოს, იმუშავა ახლაც მოგვაპოვებინა ეს ჯარიმა და ახლა შევედით 15-ში. ხო, ძალიან מחარებს წინის და მიუხედავად აი ამდენ ხალხს რო ხედავ მოედანზე საქომაგოდ მოსვლის ბორჩალოსნებისთვის. კარკაძე. ორი ხელით მარტივად ჯავაღონიაზე შევკარით მოლი. კარგად დაგვიდგნენ ირლანდიელები ამ შემთხვევაში. ერთი გაჩერებას დაიძახა, უნდა გადავარჩინოთ და კიდევ ერთი ლელო იქნება კარკაძე ვანო. ხო, 90% ლელო არის თუ არ ჩაგვიწვა აქ ირლანდიელი მოთამაშე ანდრია პიარდის არ ქონდა ხედვა. მოძრაობა არ მომეწონა ძალიან. I believe it's before the grounding. So unfortunately there will be no try knock on. We check if there is a clear knock on going into the try. მე არა ისეთ ხედი იყო ვერ დავინახე, მაგრამ ალბათ უკეთეს პოზიციაში იყო მსაჯები და დაინახა. აი ხო გადავამოწმოთ ვიდეო რეფერისთან. თუ არის წინ თამაში. აი ამ ხედით უნდა ხო მოიძღა გადაწყვეტილება ლელო არ არის. წუხაროთ და ხო აუ თავარ და ბურთი თავარ.
Do we need to go to the screen არა, დაკარგულია კონტროლი, ლეო არ ჩაითვლა. Okay, clear separation, clear knock on, in goal. Before, so it will be a scrum, 5 meters from Ireland. ალბათ უნდა ანდრია პიარდის რომ ლევოში დავაგნოდა ანუ კარკატესთან ლევოდან განახლება ყოფილიყო, მაგრამ არა. ესმის გულშემატკივის რეაქცია, მაგრამ აშკარად დაუვარდა ანუ კარკატესს. That's my guys. ხო, ეს კი შანსია მაინც ლუკა ის რომ შეფერებაში თავარია რომ ჩვენ არ დავარღვიოთ ეხლა. აი აქ რომ ჩვენ დავჯარებდით არაფერში არ გჭირდება. აი თუნდაც ბურთი მალე გაიტანოს ირლანდიამ. გაიტანოს და წნეხი უნდა დავადოთ მაქსიმალური, რომ კარგად ვერ დაარტყას, როგორც წინა შემთხვევაში ვერ დაარტყას სემპრენდეგასთან. აბა. რა ამბობდი აქტიურ კომუნიკაციაშია Ben Whitehouse-თან, კიდის ჩაჩთან. Set. რა ვიცით. ეს კომენტარს არ გავაკეთე. არც მე. ორი მუხლი დადო რა. Yep. Now yes. Yep. არ იყო ჩვენი მომენტი. One lost his shape under pressure. დააჯარიმა გიორგი ახალაძე ამ შემთხვევაში. წრეხს ვერ გაუძლო, ასე თქვა, ანდრია პიარდიმ და გადმოვიდნენ კიდეზე. მახველი კუთხიდან კარგად დაარტყა პრენდეგასტმა. არა, უშავს ყურები არ ჩამოუყაროთ, ნახევარი საათია წინ სათამაშო. მაკარტი ორი ხელი კარგად მოიგეს ირლანდიელებმა, გაიტანეს ხაზზე. კარგი ბოჭო აქ საღინაძის და ივანიშვილისგან, მალე უნდა ვერ გორდება, მაგრამ გვაძარიმებს. კარგია. ხო, ეხლა ეს რო ყოფილიყო ჩვენს ნახევარ და სტაფშეტევაში ყოფილიყო ირლანდია დაგვაჯარიმებდა, მაგრამ აქ რა თქმა უნდა იმენ შეხება იყო იქ და არც თუ ისე კარგი დარტყმული გამოვიდა ირლანდიელებს, თამაში გრძელდება, ბურთი ისევ იმათ აქვს. კარგად გვითამაშებენ, სივრცე არის გარეთ, მაგრამ ავიღეთ მაინც შევავსეთ ზონები. მატკავა თვითონ დაუბრუნებს ფეხს. Stop! ის მატკავას გვაჩვენებენ და ამ დროს ზოგადად ჯობია რომ ბურთი გვანახონ ხოლმე. თამაშიდან ვერთვებით ამ დროს ლილიაშვილი ძლიერი ფეხი აქვს მას ვიცით და ამოვიდა 10 მეტრს გადაცდა ოკნავ. უკმაყოფილოა გვერდით იმ საჯის აღებული წერტილით. And that's why it was a slow ball and we play. I didn't say use it as soon as was available. აბა ვნახოთ. აგრესია გჭირდება დაცვაში. აუტი მოიგეს აქ ირლანდიელებმა ფენომენალურად კარგი დაცვა. ხელიდან ბურთი აბა კონჩეტევა. კარგია. პასი. ამოგვიხურეს ხაზი კარგად. არა დაკეთ მინიაშვილი ყავდა. შეკინების აგება ხო არ ჯობია. ნეიტრალურ ნაკრებისთვის როგორ მინის შეკინება? არა. აი ჩვენ შეკინებაში არ მგონია რომ გაბედოს. ეგეთი რაღაც ქნას. დაამთავრდა უპირატესობა, მიყვება თოდუა, კარგი ბოჭა. შევაწუხოთ ახლა რა გიოგონიც რომ წესი არ დავარღვიოთ. არა. ციაურის ბოჭა აკაძე გაწმინდეს. ხوایაკ წნეხი უნდა კეისის. აქ რო გოჭკვიანურად გადაგვიკიდა ისევ, მაგრამ ვასკა ადგილზე. ლეგალური იყო ნამდვილად ბოჭა და უპირატესობით სარგებლობენ წინ თამაშის. პრენდეგასტი გძელი გადაცემა დემო. დემო მაკროსკის წინააღმდეგ. ხარ დემო და წამოიღო. ბრავო. კარგი დაცვა თაფლაძისგან. და დაუვარდა. დავაშვებინე ჩესტომა. ერთი კარგი ბოჭოც მიაყოლა კვესელაძემ кейსის. ჯაბა ბრეგვაძე.
ვიტო კოლელიჩთან ერთად ჩვენი ყოფილი ბორჯღალოსნები. კი, ყოველთვის ყოფილი ძალიან დიდი მორაგბე. Skipper. How many skipper there is in the team? How many? They are speaking a lot of them with me. აი უთხრაპიანდი რომ რამდენი კაპიტანი ხარ მოედანზე ყველა მელაპარაკე საუბრება. ანგარიში გამომხნევოთ ბიჭები, გამომხნევოთ ბორჯგალოსნები. Too many are speaking to me right now. Okay? Not them, huh? Not them. Some guys on back. We go. ეს შალვა მამუკაშვილი. ოკეი, ვა. Coach. ჩვენს ტელეეკრანებზე კიდევ ორი ბორჯღალოსანი. ვასკალ ობჟანიძე ემზადება შეკრიბაში ბურთის შეგორებლად, შეგორდა ამ ბურთსაც გაატაინებს კი ჩავარდნენ ირლანდიელები, მაგრამ უკვე ესელადი შეგორება მიყვება საკმაოდ უხერხულად დაარტყა, წნეხი ჭირდება. არის კიდევაც და უირა, კარგად ურტყამს ფეხს. არც ისე, კი, მათ 10-დან წყვეტილ ხასთან იქნება ჩვენი დერეფანი. Substrate. და მთელი პირველი ხაზი იცვლება ჩვენთან. შემოდიან ესე იგი ირაკლი ხვათაძე, გიორგი თეთრაშვილი და ბექა გიგაშვილი, ტოვებენ ახალაძე, კარგაძე და აბსიაური. აქ ხალი ძალა შემოვიდა. ხალი ბატალიონი ესე ვთქვათ. ისო წარმატებები დარწმუნებული ვარ მთელ და გულჩადებენ თავის ყველას პანდერაშვილის გამოცდა ამასობაში. ბექა გიგაშვილი ტულონის პირველ ხაზები. მაღლესი დონის კლასის პირველ ხაზელი და ხათაძემ ვერ ააგდო პირველი დერეფანი. წამოვიდნენ ეგური ყოვნი გააკეთა. მეგაც საბოლოოდ შეაგორეს ფეხი და ესე გადმოვიდნენ უკვე ჩვენს ნახევარზე. ამ შემთხვევაში უკესელაძეზე, მაგრამ კარგი ბუჭვა დაახვედრეს გიორგის. კარგი მიცალება. თეთრაშვილი იყო თუ არ ვწდები? დაიგძელა ვასკამრაკი. მაღალი ფეხი. შვენიერი დარტყმა არის, ტაბუცაძეც აქ არის, მაგრამ კევინეში ადგილზეა, რომელიც გააქრეს მოედნიდან. მაგარი ბოჭვა რა დააქნია, მითხრა, მაგრამ ყურადღებით აღმოჩნდით. რა იყო ეს? პრენდეგასტი მივიდა 9 ნომრად, აღინაძე ავიდა წინ და იქვე. გააქვავა ბურთიანი მოთამაშე, კეისი ახლა თვითონ დაარტყავს ბოქს-კიკს, არ გამოუწვევ რომ ისევ პატარა დაარტყას, მაგრამ არა ამჯერად. არც თუ ისე შორი დაარტყას, აბრძოლოზე ნინიაშვილი არა თქმა უნდა ბურთს მოიგებს. როგორი საიმედოა ნინიაშვილი. ჰაერში, ნამეტანი კარგია. ჰაერშიც და ყველაფერში ზოგადად. საღინაძე, კარგი მიცალება კაპიტნისგან. 9-დან იხმოვას გამორკინალები რომ დაეგძელებინა რაკი. სად არის ბურთი? სად არის ბურთი დავკარგეთ საერთოდ. ისევ ირლანდიელების შეტევაში. ჩვენ რაღაც ესეთ მონოტონური შეტევა და მოდენიმე გადამული ფაზა ჯერ ვერ მოვახერხეთ გავკეთებინა 56 წუთის მანძილზე სხვათაშორის. პრენდეგასტი, მაღალი ფეხი. ნიაშვილი. ჩვენია უპირატესობა წინ თამაშის თოდუა. ამას საქშიც როგორია კალფიზიკურ აბა ლობჟანიძემ დაინახა 50-22 თუ გამოუვა ვასკას არა მაგრამ აი ეს აბუცაძე სად არის იმე როგორ სისხლიანად ითამაშა კევინეშმა და როგორ გარისკა ნინიაშვილი თვითონ წამოიღებს დაჩაფეხზე წავიდა შემორბენზე ჩადო ბურთი ჩვენია
აი ხა შეტევა უნდა დავამშვიდოთ და წავიღოთ ხელით. ათაძე კარგია მიზალების. ოი, არ დავჯარიდეთ მაგაში. ხო, ყველასაც და ბაბუნაშვილი და ამიტომაც გადავრჩი. საღინაძე ურქინა. როგორ მიერი ბიჭია ბექა. შევატრიალე ჩეტევა მატკავა. ინიაშვილი. კარგია ტაბუცაძე გაიკეცი. პასი ინიაშვილზე. პასი. კარგი გადმოცემა. წნეხი გვინდა აქ, წნეხი, კარგი შეტევა იყო ლუკა ძალიან მომეწონა. არა, ხელი, ჯარიმა არ ავიღოთ რა. აბა ქვათაძე ხო არ დაიჭა? ხო არ წავიღეთ. წნეხში არიან, წნეხში რა თქმა უნდა. აი ესე ეთამაშოთ რა. კეისის დარტყმა, საკმაოდ კარგა დატოვა ბურთი. მანამდე გადასული იყო როგორც. ხო, როგორც იმეთი არ იქნება. ხო, ბურთი აუჩი იყო. კარგი იყო აქ. საწამოიწია პირველ ხაზზე. სწორი იქნა აქ ნინიაშვილმა სხვათა შორის რო არ გაეკეთებინა ეს გადადევნიდნენ ალბათ დერეფანში. ალბათ კი არა გადადევნიდნენ. 1 and 2 subs. ხო, პირველ ხაზზე ლექციან კი ბატონო. ტომ სტიუარტი შემოვა ჰუკერის პოზიციაზე და ასევე მაიკ მელნი, ჯეკ ბოილი და გას მაქარი დატოვებენ. მოიცის საფარს. მაიკ მელნიც სადაც დებიუტი აქვს ფადაშორის ეს ირლანდიის ნაკრებში. We go again. Yes, they still doing the subs. ნახოთ. Yeah, no worries guys. We fixed the number. ჩვენი დერეფანი მის სენჩი. Okay, now we go. აქ მარტივად გავათამაშეთ. კვესო ახლოში გაატანა ივანიშვილს, სისწრაფე არ ქონდა მიძალების დროს, მაგრამ მაინც მოახერხა ივანიშვილმა და მოიპოვა მეტრები, მოვიპარეთ რა. კიდან ძალიან კარგი ესეთი რაღაცები ჭირდება. ბაბუნაშვილი, სტრაფი გაწმენდა გვინდა. ატკავა. აუ, მაგრამ თაფლაძე ადგილზეა. ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე მორგინალე გიგაშვილი წავიდა წინ. ისევ ლობჟანიძე. საღინაძე მიიღო, უნდა შეინარჩუნოს. ინახავთ კიდევაც გავი გამოვიდა ბურთი რაკიდან. ხო, მაგრამ აი თითქოს აი ჩავარდა. 17 clear your feet. The night any contest. 17 ხო აი თითქოს აი ხარისხიანად ვერ უტევდით ბურთი არ გადიოდა კარგად ვერ წმინდავდით ხო შეიძლება დაიღალა ვასკა უკვე და არ გამოვიცოთ რომ ალანია ვიხიოთ ალე მოედანზე ვასკას კარგი მატჩი ქონდა დღეს again. Ძილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამართლიანი ჯარიმაა. კი. ბურთის ესე ორთაბრძოლის ჩანსი მოვკალით. ხო, სადაც დაგვაჯარიმეს. კახოიძე შემოვიდა, რომელსაც შეუულია როგორც შეტევა. გამგლეჯი ძალიან კარგი მოძრავი ახალგაზრდა მორაგბე თორნიკე. აქ წართვა რა Lands on the other side. აო. You lands on the other side. Crossing-ზე დააჯარიმა როგორც ჩანს, მაგრამ crossing-ი უნდა განუმარტოს ისე კი მაყურებელს რა არის, რომ იქ იცამ ხარეს არ უნდა გადახვიდეს სანამ დერეფანი დასრულებული არ არის. დაახტე, მაგრამ აქ We go. Post goal, jumping and cross lands on the other side. On the 15. და კარში უთავს ისე ირლანდია. Yeah, on the 15. 62 წუთი. პრენდეგასტი. ეცდება რომ 27 ქულამდე აიყვანოს თავის გუნდის მონაგარი. წელის დახმარებით გაიტანა. 27-5, 22-იანი სხვაობით არის წინ უკვე ირლანდია. კი ბატონო. ეს არის. Number 4.
for green. კარგი იქნებოდა მთლიანი ეპიზოდი გვენახა ესე ვთქვით, მაგრამ თითქოს ლეგალურად იყო Coming ბაბუნა. off, then you can kick. მატკავა. ჯარიმა გაიტანა სემ პრენდერგასტმა ნომერი 10. ჩიკუზუს გავა ამასობაში. აგარეში 27-5 ირლანდიის ნაკრების სასარგებლოდ. შევიყვანეთ ბურთი თამაში, კარგი დარტყმა. სემ პრენდერგასტ. Deco, release guys, release. Deco. 27. კი გვეძახდა გაუშვე, მაგრამ აშვებული ქონდა თვითონ მიდიოდნენ წინ. кейსი. პატარა ყოვნი გაუკეთა ეს ვთქვათ, რომელიც არ შეიძლება. ხო, მოთხოვება არ შეიძლება. და დერეფანი ო, აქ უნდა ვითამაშოთ კი, აუცილებლად ბოლომდე, აი ბოლო 1-2 შეტევა კარგი წავიღეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ 73 წუთი იწურება და ესეთი რაღაცა კარგი გადამული შეტევები ჯერჯერობით ვერ შევძელით, რომ გავუკეთებინა სამწუხაროდ. ხო, პირველი თამაშია ლუკა, მაინც და შეთამაშება ჭირდება ბიჭებს, ხო ესე მარტივი არ არის, დავიტოვეთ მაინც ბურთი, ბაბუნაშვილი მიეძალა და ორ გადაგუტრაბეს. Guys, touch. საბოლოოდ დერეფანი ერგოთ ირლანდიელებს. Ireland, we go. Let's go. Substitution for Ireland in the game number 19, Tom Ahern. In the მოიგეს fight, ორი play on. ხელით და ჯერჯერობით ერთი დარტყმა განახორციელეს ცენტრში, Okay, რომ roll away 6. Well done. Yes. Ball is here. ხო, არ უშვებენ ირლანდიელები, თვითონ. кейსი, მაღალი ფეხი, თოდუას დაუწყეს. და წაკ, ხო, შეიძლება ჩაიდეს თამაში ისე, მაგრამ ივანიშვილს იმედია სერიოზული არაფერი არ სჭირს. გაიტანა кейსი, პრენდერგასტი გზელი გადაცემა, როგორ არის? შეეხო ტაბუცაძეს და ივანდილთა დერეფანი იქნება. აქ არ უნდა მიცვას საშუალება რომ სწრაფად შემოაგდონ. ხო. 15 წუთი პირველი ტაიმის დასრულებაზე. მეორე. ხო, აი პრენდერგასტო დავაკვირდეთ როგორ აკონტროლებს თამაშის ტემპს, არა? როგორ ფეხს უტყამს და სულ რაღაც 22 წლის არის ჯერჯერობით და Time off. ნახოთ აქ როგორც ტრაუმებია, უკურნალებენ ბიჭებს და Mio microfono non va. Okay. So time still off. Yeah, all good. My mic is not on. ხო, მე კი გეტყვით რომ აქედან ერთ კვირაში ჩვენი ბიჭები უკვე სამხრეთ აფრიკულ ტურნეს დაიწყებენ. აფრიკულ ჩიტას ვეთამაშებით 12-ში და 19-ში უკვე სამხრეთ აფრიკას მსოფლიო ჩემპიონებს შევერკინებით. ხო, ვფიქრობ რომ გაცილებით უკეთესი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ სარაგბო, რადგან ეს აღარ იქნება უკვე პირველ თამაში და უკვე შეთამაშებული. დღევანდელ ტესტებზე ვიტყვი მაორი ობლექსი დამარცხდა შოტლანდიის მეორე გუნდთან 26-29, სადაც ნიკა მიმსაჯა ამაშუკელმა ეს მისი გახურება არის პირველი მანამ სანამ ბრიტანელ და ირლანდიელ ომების ტურნირში ჩაერთვება. იაპონიამ გამოაცხო სენსაცია და დაამარცხა უელსი 24-19. ზელანდია საფრანგეთი იყო, არ ვიცი, ფანტასტიკური თამაში იყო მართლა, არ ვიცი, აი თვალებს არ უჯერებდი ისეთი შეხვედრა იყო. 31-27 იმარჯვეს იქ სკოტ რობერტსონი შეგირდება, აფრიკა მოუგო იტალიას 42-24. იტალია უნდა თქვა რომ ძალიან შესუსტებული შემადგენლობით იყო, მაგრამ ეს მაინც გაუწიეს წინააღმდეგობა და დღესღამე იქნება არგენტინა, ინგლისი ასევე და ხვალდიოს უკვე ავსტრალია, ფიჯი. მოკლედ განებიურებულები ვარ შეგენაცვალე მე. ივანიშვილი აჩვენებს თუ რატომ არის ეს ტოპ კლასის მესამე ხაზელი. ვასკა წამოვიდა განდაგან მარტოა მიხმარება ჭირდება პასი. ატკავაზე მაგარ წლებში ვართ აქ. მაგრამ დავიტოვეთ ბურთი.
ხო დავიტანს. კი, მაგრამ ის ვაი ვაგლახი ძალიან ბევრი მოთამაშე მოგვიწია ჩაგვეთქიდა რაკში. დაგვიძახა გაიტანე აღარ უნდა შეუშალოს ვასკას ხელი და შეხება ხო არისო? არა, აქ მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა კელვინეში. ხელდახელ წამოვლენ და ბოლომდე ითამაშებენ ირლანდიელები, რა თქმა უნდა. გიგაშვილი შვენიერი ბოჭა და ხო არ დაждდა ბურძე პანდერაშვილი, წინვალე. ღლეტვის ტექნიკა შემოგთავაზა ილიამ. შვენიერი წამოღება ბურთის რაქიდან. preso il dito del piede cazzo. მეგობრებო, ჩვენი შესახებ საქართველოს წინ საქართველო. Mi senti adesso, Matte? კარგად დაждდა პანდერაშვილი. Non andava quello della televisione? სატელევიზიო დრო კითხა. ტრიაპია. იტალიურად. Open guys, open. Sorry, thank you. Thanks. პოლო კონელი. ესე გრანიტი. აბა, იდაკლი ქვათაძე. Good steal. კარგი პასი გააკეთა კეისი. აგვანებიურა თავისი სკილები და პრენდეგასტის ტაქტიკური დარტყმა მოედანში და რა კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. ნინიაშვილი ადგილზეა, მაღალი ფეხი დათუნასგან. იყვება თვითონ, კარგად გამოვედი თამაშგარიდან და აბა, კარგი ბოჭვა უნდა აქ. კეისი აქ და გადავავსოთ კი ბატონო შენკენ ნაცვალე კვესო რა ბოჭვაში ასულა და ხო არ წამოვიღეთ ეს ბურთი არა? ვერ მოვახერხეთ ირლანდიელებს ისევ სამწუხარო დღეს რამდენჯერმე იყო ისეთი კადრი სადაც ვერ უყურეთ მომენტს. ნაშუმა უპრობლემოდ მიიღო ბურთი, შეგოჭეს. გაუშვა აიღო, მაგრამ საბოლოოდ დააგდებინეს წინ. ჩაუჯექით ბურთზე, მაგრამ გაგვაშევებინეს ხელი. ირლანდიელები ისევ. პენდერგასტი ახლოსი შეიყვანა. აიმე. ნუ ვერ იდოთ ასეთ შუბურ ბოჭებს. მედია რო უკვე მიწაზე იყო თითქმის. Diki. Okay. კი, ჯარი. არა, მოწმე, პირდაპირ ჯარი მას აძლევს, მგონია რომ ამოწმებდეს. Okay. მამუკა გურგოძე, ეს კრა. Dangerous tackle here. ლეგენდარული ქართველი მორაგბე. Cosa che ha fatto? Number 6. ხო, Dangerous tackle. ჯარი მას აკმარისია ზის. მეტი არაფერი არ მაქვს. შვენიერი დატვა პრენდე. მოკლედ დაგბომბა დღეს სენ პრენდეგასმა აფრიკით. და ბურთი ძირითადად რავი მე მგონი 60% ირლანდიელები Non ho visto niente. მეტი 60 მე მგონი რა ის. Capito dirti. თქვამია. Number 3. Ho capito dirti te che fai te. Parla in italiano, ma perché non è che siano dalla dire sulle radio. ეგენჯი ასევე შემოვიდა პირველ ხაზში კლარკსონმა დიდი სამუშაო დასწია დღეს. Go 10, go 10. ნაკ ბერძე გაგდებული ბურთი, შეიკრამოლი. Yes, stay there, don't change. Don't change. ენა პლეიო კითხა და კი ესო ხო უთხრა. ურა კარგად შეიყვანეს ოსბორნი. და წაუჭექით ბურთზე და კეისი რა ბურთი გადაკიდა. იჭირა მაინც და ნინიაშვილის შესანიშნავი ბოჭვა ამასობაში. საგინაძე კარგად გონივრად დაახტა. და პრენდეგასტის შორი გადაკიდება თუ აიღო და აიღო ტაბუცაძეს რა კარგი ბოჭვა. არა, ეს ორმაგ მოძრაობა უნდა იყოს. ეგრე მომეჩვენა. რაღა დაგიმალოდა. მე როგორც შავთვალე ორმაგ პირველი მოძრაობით ვერ და კიდე მეორეჯერ წადა. I was too far away, Adam. უპირატესობაც არ იყო არა? To the white line. Yeah, so that's the only question for me. He's tackled, he goes to place the ball. I'm just not sure whether he reaches the line. So we just need to check if he reaches the line. And if not, what the restart is. So if not, the restart will be a scrum 5 for Ireland. We need to check if there is any try.
იმიტომ რომ ისინი არ მიდიან იმაზე რომ ურმაგი მოძრაობაზე არ მიდიან. Just check if there is any try or any movement towards the goal line and reach the goal line. კითხვა ის არის რომ მიწვდა თუ არა ჩათვლის მოედანსო და ამ კადით არ ვიცი რამდენად გამოჩნდება, მაგრამ იმ კადით საიდანაც ჩვენ უყურებდით. ეს ერთი მოძრაობა აი აქ გააკეთა და ვერ მიწვდა და ორი აქ. ხო. ის კადრი გვინდა საიდანაც ჩვენ უყურებდით. აი ეს კადრი იქნება ყველაზე კარგი. ერთი ეს მე აი ერთი ორი და აი ეს მესამე ხო ორი მოძრაობა ბურთი როდესაც ხასება მეგონი მესამე მოძრაობაა ხო ესეთ აქ უნდა ჩაიჩალოს მე გასახედან ლელო არ უნდა ჩაიცვალოს სასემილი არ დაითხოვა პარაგზა And I think it's a try for us Ben. What do you think? For me reach the goal line. That's out. It's trained up. Italian. Yes, try is good. Try is good because he's placing one movement and then he arrives to the goal area and plays the ball. So try is good. Yes. ლელო ჩაითვალა. ხო ეს საერთო სურათს მაინც არ ცვლის ახლა მაგრამ სამწუხაროდ 27 ქულიანი უპირატესობა აიღებს. როგორც ჩანს ერთ მოძრაობა ჩათვალეს ის კითხვა არც იყო დასმული იმის თაობაზე რომ ორი მოძრაობა არის თუ არა და სხვანაირად განხილვა არ შეიძლებოდა მოკლედ 10 წუთი თამაშის დასრულებამდე 32-5 მარცხდებით ირლანდიელებთან პირველად აცლა რა სემრენდეგასმა არა უცლებია გაიტანა გაიტანა ვერ დავინახე გვერდით საჯების აღმართულია ცოტა რაღაცა ისე აწიეს უხასიათო დროში და იმიტომ on that side. Somebody to go. No, go the other side. Good. ისე ირლანდიელები თავიანთი 22 მეტრიანი ზონიდან მოაფხერით. Not over the top, no for. No. Good listen. Well done. Use it. Back, go back. Now you need to listen more, okay? და ქვისგან გადავიდა საინტერესოა, ჩვენგან გადასულა და ირლანდიელთა. In the game number 21, Ben Murphy. Okay, listen. Number 22, Jake Crowley. They give you now. Guys, how many? Guys, how many? 5. აქ ორი ხელით მოგიხოს და იონდა დერეფანი დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა. არა მარტო დერეფანი ზოგადად. Use it. კარგი იყო, თოდუა მიიღო ბურთი ნინიაშვილი. წავიდა თვითონ მონახა, ხრიჭო, შეინარჩუნა ბურთი. ლობჟაინძე მივიდა გასატანად. გიგაშვილი კარგად დახტენ გიგაშვილს მაინც კი უპირესობა მოიპოვა. Take him back. აღლა ბრაგანზე აბა ვნახოთ. სევილანდიელები მოდიან და ვიტევენ შეიცვალა кейსი ამასობაში. ის კაპიტანი ეში Push back. ანდერაშვილი უშენგენა ცვალე და ბუჭვა გააკეთა. და დავარქვით აბა კონჩეტევა ვასკა მონახა იცარილი ადგილი. და მისდევს ტაბუცაძე და ეს 50-22 იქნება თუ გადავა, მაგრამ სად გადავიდა სამწუხაროდ დარტყმის ადგილიდან იქნება ხელით ხო არ ჯობდა თამაში. ირლანდიის სასარგებლოდ ლელო გაიტანა კელვინ ნეშმა ნომერი 23
გაიუმანეს როგორც იქნება. კი და არანაკლები 10 ნომერი შემოვიდა. დატოვა ჩათulis მოედანი ბურთმა და შესაბამისად დარტყმის ადგილიდან იქნება შეკინებული. Okay, we go. Converted by number 10, Sam Prendergast. Sam Prendergast-მა კი დღევანდელი მატჩი მარცხ. 34. Შერკინება. 7 წუთი სადღაც არასრული 8 წუთი უბრალოდ თამაშის დროის ამოწურვამდე 34-5 მარცხდებით ილანდელების შერკინება და შერკინებაში ნახოთ წამოვლენ დერეფანში რა თქმა უნდა ილანდიელები გაკვირვებული ბექა გიგაშვილი. როგორ შეიცვალა, ხო? აქეთა მხრიდანაც. კრაული. ისე მასტერი სათინოა. სწორედ ის და პრენდეგასტე არიან ძირითადი 10 ნომრები ილანდიის ნაკრების. ორი ხელით. კარგად წამოვიღეთ მოли უკან მაკოვსკი, ზურგს უკან კრაული, ასევე ზურგს უკან ეში, ძალიან სახიფათოა და ვერ მოახერხეს. კიდე კაი გადავრჩით. ხო და ნინიაშვილი დაზღვევდა კარგად, მაგრამ კარგია რომ დაუარდა და არ გაგვირთულდა საქმე. ბრაიანი სადებიუტო მატჩი დუბლი. არ არის ურიგო ნამდვილად. რა კარგად გაგვითამაშეს ირლანდიურ სტილში. კი, ნუ ირლანდია მესამეზე არის, ხო, სუპერბოლში რეიტინგი სოფლიოში. ნამდვილად, ჯერ აფრიკა, მერე ზელანდია და შემდეგ არის ირლანდია. ქვათაძე. მოკლე გათამაშებით შევინარჩუნეთ ბურთი დერეფანში. ლობჟანიძე მორკინალები. Use it. Offside. ლობჟანიძე კარგი ფეხი დაატყავასკამ. კი, ძალიან. ესეთ ნახვილი კუთხიდან კარგი თამაში ვასკის. და 75 წუთით იწურება ამასობაში. ეს ბურთი ორი ხელით კი ვერა, მაგრამ ცალი ხელით მაინც მოახერხეს მოგება ირლანდიელებმა. მავიანთი საყვარელი კომბინაცია გამოხტავაზე, ეს იმპას გავს, კი და ანგრია პიარდის ეს არ გამორჩა ჩვენი შერკინი. ხო, ხაზე იყო და მარტივად აიღო თვითონ. ახლა ბექა გიგაშულს ექნება შანსი რომ პასუხი დაუბრუნოს. ჯარი მისთვის წინა შერკინებაში. We go guys. რა თქმა უნდა. We go. წინ წავიდა ბურთი ხელიდან. We go. Guys, we go. No water. We carry on. როგორც მოგახსენეთ თამაშის შემდეგ გავემგზავრებიან ორჯერ სამხრეთ აფრიკაში, ჯერ ჩიტასთან 12 ივლისს და შემდეგ 19 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან გავმართავთ. ეს მატჩები და ამით დასრულდება ჩვენი ზაფხულის ტურნე. ხვედრები, კი ბატონო. დასრულების შემდეგ ზონაში შეგიძლიათ შეხვდეთ ირლანდია და ქართველ მორაგბეებს. For your information, after the final whistle, you can meet Irish and Georgian Crouch players in the fan zone. Boy!
Set. K9 use it. პირველი ძალიან კარგი და მშვიდი შერკინებაა დღევანდელ შეხვედრაში. მატკავა თვითონ წავიდა ტაბუცაძე. კარგი პასი თოდუა. შიგნით წამოვიდა მიმყოლებისა და ყავს იქვე არიან ბიჭებიც გადაყარეს. რაკი შევინარჩუნეთ მარჯვენა ფლანგზე. საგინაძემ ჩაიგდო ბურთი ხელთ. ჯარიმა რა. ტრაფად რა თქმა უნდა გაათამაშა ვასკა მიყოლა ჭირდება. აი ვის მივეცით ოღონდ. მე ყვითელი ბარათი მე მგონი 10 მეტრიანის გამო. მაკლოვსკი დაისვენებს. შეუძლია პირდაპირ გასახელში გავიდეს. კი, თამაშს ვეღარ დაუბრუნდეთ. ეს კრაული არ არის, ეს მაკლოვსკი არის. კი ბატონო, სწორად მაკლოვსკი. აა, კარგი დარტყმა მატკავასგან, აბა კარგი იქნება თუ ლეოთი დავასრულოთ. 19 გურამ ხამიაშვილი. Well, guys, I think they have subs, maybe. ივანიშვილი. Okay, thanks, Aba. ბევრი იმუშავა, ბევრი კარგი ბოქსია. კი, ძალიან კარგი ბიჭია ივანიშვილი. კარგი მორაგბეა. ორი ხელი ჩაჩანიძე მოვიგეთ ბურთი, მოლით ჩამოყალიბდა, მიწოლაც არის. კარგად გაშვენი მოლია, აი აქ ერთი გაჩერება დაგვიდა ხალხაჯმა, შუიდან გამოგვიჭრა კი ბატონო და ბურთიც მივიდა. It's a good turnover. დაგვართა ბურთი. იყო ჩაღესი გვაჯობეს დაცვაში. ძალიან კარგად შემოვიდა შუიდან. ირლანდიელი მორაგვე და ლეგალურად ჩაგუხურა მოსმალი. ხო, გვაჯობეს ეს ირლანდიელებმა. ნუ ამიტომაც არის. სოფლიოს მესამე პუნქტია ირლანდია. On the left. On the left. Cosa Mate? No, no, capito. ვა შერკინება. No, posso mandarlo. ბოლო შერკინება მყარად იდგა. Coach. Boy. Set. გავიდა ბურთი. ოსბორნი. Push back, guys, push back. აღარ აიტკიოს თავს. Use it. ირლანდია შეხვდება არის და Clearly touch. ისევ ირლანდიის იქნება დერეფანი. We go, guys. ჟურნალისტების საყურადღებოდ მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო ზონაში არა და რა კარგი მუხტით გავედით შესვენებაზე, მაგრამ აი ესე სწრაფად მივიღეთ მეორე ტაიმის დასაწყისში ქულები და აი ამან გავტიხა. Outside at 22. Yeah, don't come inside. ამის და მიუხედავად ირლანდია აშკარად აგვემატებოდა. კი, ნუ ჩვენზე ხა კლასიკ მაღალი გუნდი არა, თქმა უნდა და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ რაგბის 6 ერის ესე იგი შექმნის დროიდან ამ ჩემპიონატს თამაშობს ისეთ გუნდები როგორც არიან ინგლისი, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, ყოველ წელს ეთამაშებიან. თან როგორი 4 ფრანჩიზა ყავს ახლა, ლეისტერი, მანსტერი, კონაკი, ალსტერი, 4-ვე კლუბი უმაღლეს დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, უდიდესი გამოცდილება აქვს ამ ბიჭებს. მთელი წლის განმავლობაში, It's not a clear dominance by any of the teams. ბოლო დერეფანი დღევანდელი მატჩი სავარაუდოდ. მოვიგეთ ორი ხელით. ობჟანიძე გაიტანა კახოიძეზე. ეს საჯისხმა იყო ხალხო მოთამაშის არა. ობჟანიძე, საღინაძე და გადაგვივარდა ბურთი. აგო. წამოვიდნენ ისევ ირლანდიელები, კრაული. ბორნი დაუმთავრდა უპირატესობა ნეში. მოდიან ირლანდიელები და გვიტევენ ისე ლელოს დადება სუთისო. Stay behind. Use it. ნეში მივიდა 9 ნომრად. კრაული კარგი ბოჭვას პანტერაშვილისგან. პანტერაშვილმა
რა კონტაქტი მისცა. რა უნდა ნინიაშვილი არ გადააგზა წამოიღებს ამ ბურთს. საერთაშორისო არენაზე არ დაგვაუწყდეს რაგბიჩვარი თამაშია. ბურჯღალოსნებს გაუმარ. ერთხელ გაუმარ. ესე მაინც უხურვალეთ. საფასებელია კომანდისგან. Congratulations Team Ireland. მე შეგახსენებთ რომ 12 ივლისს უკვე ჩიტას ვეთამაშებით და 19 ივლისს აფრიკას რა თქმა უნდა რაგბი ტივი Thank you very much Ireland. შემოგთავაზებთ ამათების პირდაპირ რეპორტაჟებს. მანამდე კი 9 ივლისს იქნება 20 წამდე უმნიშვნელოვანესი თამაში იტალიასთან. ამ თამაშთან უნდა გადაწყვიტოს თუ რა თქმა უნდა რომელი დონის პლეი-ოფში ვითამაშებთ 20 წამდეზე. მოგების შემთხვევაში მეხუთე მეექვსე ადგილის პლეი-ოფს შეგავალთ ურთულესი თამაში. კი, ურთულესი მასპინძელ იტალიასთან, არ ფორმაში ყოფ იტალიასთან, ძიმე იტალიასთან სხვადასხვაის. ძალიან კარგი გუნდია. ეს კი ჩვენი ბიჭები. რა თქმა უნდა, დამწუხრებულები იქნებიან. ჩაჩანიძე. ახლა სავარაუდოდ მოვისმენთ კომენტარებს კაპიტნებისგან. მწვრთნელებიც სმაის. მოვისმინოთ, ნახოთ, დავეოდოთ. დავჭეთ ჯერჯერობით პირდაპირ ეთერში. როგორ შეაფასებ დღევანდელ თამაშს წაგების მიუხედავად პოზიტიური მხარეები რა იყო და რასაც ყოდი გულშემატკივარი? თამაშს არც ისე დადებითად შევაფასებ. ქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა და რაც შეეხება გულშემატკივარს რა. უბრალოდ ძალიან რთულია, როცა მოთამაშე ხარ, 70 წუთია და ხედავ ხალხი სახში მიდის რა. ჩემი დიდი ხოვნა იქნება, რომ ბოლომდე დარჩნენ, გვიბალეშიკო რაც შეუძლიათ და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ყოველთვის მოედანს. დანარჩენი არაფერი არ მაქვს სათქმელი. და რავი, ვფიქრობ, რომ განვითარდებით და მოვა ის დღეს, რომ დიდ გუნდებს კარგად დავხვდებით და უფრო დაძაბულ მატჩს ჩავატარებთ. კარგი ბიჭი. მადლობა. და დიდი მადლობა შენ. სწორია, არ შეიძლება არ დავეთანხმო, არ შეიძლება, უნდა დავჭეთ ბოლომდე და ნამდვილად კარგი კომენტარი გააკეთა დავიწყო. ქონდა ნამდვილად კარგი მომენტები, მაგრამ იმონდილებმა გაცილებით უკეთ გამოიყენეს თავის შანსები. How დავმოვისმინოთ განდიოთა წარაი, რისად ქოქრილი ჩვენ გუნდის თავარი მსველი. Tough loss today. How do you assess your performance today? Ireland were very good. Congratulations to Ireland. They played very, very well. Look, our boys stuck to it. Georgia, we played well. We had opportunities that we didn't take. But Ireland were too good for us. And it's a good lesson for us. We'll regroup and we're off to South Africa tomorrow. So we've got to improve for next week. Thank you very much. რასით ყოდით დღეს დღევანდელ შეხვედრაზეო, ნუ გვაჯობესო, ხო, ბევრად უკეთესი გუნდი იყო ირლანდიელები. ჩვენო რამოდენიმე შანსი გქონდა, ჩვენ მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ხვალ სამხრეთ აფრიკისკენ მივემგზავრებით და კარგი გაკვეთილი იქნება, რომ რაღაც რაზეც უნდა ვიმუშაოთ. გადავჯგუფდებითო და შედეგებს ნახავთო თვეაში. ანდერაშვილი შემოსტო მოწოდა ძალიან აგრესიული ბოჭები შეასრულა. ხო, არ გამოიყენა კონკრეტულად დღეს არც აბჟანდაძე, არც ალანია. ირლანდიელები. რა თქმა უნდა, კორიდორი. ტატივის ცემის კორიდორი ძალიან კარგი. შეიძლება 80 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ლეწავდნენ, ხოცავდნენ, მაგრამ ეს თამაშს მე რა თქმა უნდა რაგბის სული და რაგბის სულის კვეთება და ის ფასეულობა არის გამოც მიყვარს ეს სპორტი. არა უშუალოდ დღეს დაუმარცხეთ, მაგრამ win today, how do you assess your performance and what does this win means for your team? Yeah, obviously very, very happy. A bit wetter than we expected during the week, but we kind of had to adapt our game a bit, and I thought we managed the game fairly well. Our forwards were top class tonight, so we've a lot to owe to them. And the feeling in the group is awesome. It's a great start to the summer tour. There's a few lads making their first caps, and we wanted to make it special for them and their families, and thankfully we did that. So it's a nice one. Thank you very much. რა თქმა უნდა შეაქო кейსიმ თავისი
გუნდის წევრები, განსაკუთრებით მორკინალები, ძალიან რთული მატჩი ჩაატარეს და კარგადაც გაართვეს თავიო, დებიუტანტებს მიუოცა პირველი მატჩი, მათ ოჯახებსაც ესე ვთქვათ. Congratulations on your win today. How important was this game for you? Yeah, it's a very important game. A lot of players away with the lines, and we've had a lot of guys who are just dying for an opportunity. And you wonder how they will take that opportunity, particularly some of them hadn't played games in a little while. So I'm very happy with how they went about their business. You know, they had a lot of intent in what they did, and they were really accurate with that intent. Thank you very much. ნუ მანაც თავისი გუნდის ქმედებები შეაქო, ბევრი მოთამაშე მოგეხსენება თუ რომ ბრიტანელი ლომების ტურნირზეა გამგზავრებული და ძალიან ესე დებიუტანტებს უნდათ თავის დამტკიცება გუნდში და მე მგონი ამის გაკეთება შეძლესო და მოკლედ მადლობაო ჩემს ბიჭებსო. კი ბატონო. მე კი და სოსო გემშვიდობები დღეს დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე ხალხო. კი ბატონო. კარგად ზანდებოდეთ.